გათბობის საკითხი როცა დადგა ჩვენს წინაშე, გავითვალისწინებთ ადგილზე აქანა გაზი ჯერჯერობით არაა შემოსული. შეშითამის გათბობა ძალიან ძვირიჯდება და თან დაბალ ეფექტიანია. ამიტომ გათბობის ესეთი ალტერნატიული წყარო მოვიგონეთ, შევადუღეთ 100 მმ-იანი დიამეტრის რკინის მილი, ცივი წყალის გამოსასვლელი და ცხელი წყალის გადასასვლელი შიგნით. ახლა გათბობა როგორ ხდება მაშინ? ვასვენებთ ნამჯას წყალში და დავაფენთ ფენას, ერთ ფენას, თქვათ 20 სანტიმეტრზე. დავაყრით ზედ ქათმის ნაკელს. სკლად დაახლოებით 10-15 სანტიმეტრის სიმაღლეზე. შემდეგ მეორე ფენას კიდე ქათმის ნაკელს დავაყრით და ასე შემდეგ ავდივართ დაახლოებით 1.5 2 მეტრის სიმაღლეზე. სიგანითაც იქნება 2 მეტრა. ბიოპროცესი მიმდინარეობს შინი 60 დღეში ბაქტერიების აქტივობა იზრდება და იწყება ტემპერატურის მომატება. თბილწყალი შევილია მე რადიატორში გავატარდო, დაუბეროთ თბილი ჰაერი და გავათო თელი სათბურის მოცულობა. ცელოფანის მილები ორივე მხარეზეა გაყვანილი. მისი დიამეტრი დაახლოებით 9 მეტრი არის. ალაგ-ალაგ ეს მილები არის დახვრეტილი. რომ იქიდან მოწოდებული ცხელი ჰაერი გამოვიდეს და განაწილდეს მთლიანად და თანაბარ ტემპერატურა შექმნას. მაღალი ტემპერატურა მაშინ ნარჩუნდება დაახლოებით 40-45 დღე. სადღაც 10 დღეში ერთხელ შეიძლება 2 კვირაში ერთხელ ამას შეიძლება დაჭირდეს გადახალისება, რომ გარეთა ფენები შიგნით მოექცეს, რომ ეს წვა ისე გაგრძელდეს. ადის ტემპერატურა დაახლოებით 65-80 გრადუსამდე. თუ დავთვლით ჩვენ ამჯის ღირებულებას, ნაკელის გადატანას, გადმოტანას, მის ფიზიკურად დამუშავებას, მისი ხარჯის თავიდან ბოლომდე სულ რაღაც 500-600 ლარს არ შორდება. თქვათ ელექტროენერგიით გაათბო, ან და გაზით გაათბო, ეს დაახლოებით 10-ჯერ უფრო ნაკლებია ხარჯი. ყინვა იქნება, გარეთ თოვლი იქნება, წვიმა იქნება თუ რა იქნება, ყოველთვის არის შიგნით მუდმივი ტემპერატურა.